ბევრ ჩვენგან შესაძლოა უფიქრია თემაზე უნდა გავცეთ თუ არა პასუხი ამა თუ იმ ბანდიტს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა. თითოეული მათგანი მაგალითად ყავთ დღის განმავლობაში 10 სპიკერი. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებისას გვთავაზობს 3, 4, 5 ტყუილს, 5 არასწორ შეფასებას. და მიფიქრია თემაზე რომ ჯამში თუნდაც 30, 40, 50 მათი კომენტარი უნდა განვიხილოთ თუ არ განვიხარო და განვიხილოთ. უნდა გამოვეკიდოთ, გამოვედევნოთ თუ არა მათ. ვინმე რიგით დეპუტატად წოდებულს ალბათ მაინც არა. მაგრამ თუ ეს რიგით დეპუტატად წოდებული რამ სასწაულ სიტყვის და სასწაულს ამბობენ განა არა, მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ თავშეკავებაც ძალიან რთულია. ყველაფერს რომ გამოეკიდო, ყველაფერზე რომ პასუხი დაახვედრო, დროს სხვა საკითხების განხილვისათვის უბრალოდ აღარ გეყოფა. ესენი შეგნებულადაც ხუნძლავენ ამგვარი ტყუილებით და არასწორი შეფასებებით, რომ ჩვენ გადავერთოთ ხოლმე მათ კომენტარებზე მეხუთე ხარისხოვან საკითხებზე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები კი გამოგვჩეს. მეორე მხრივ, საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ჯერაც სჯერა ამ ბანდიტებისა, იქნება და სჯობდეს, მე მიფიქრია, რომ იმ საზოგადოების ნაწილს ავუხსნათ, რომ აი ეს კაცი დეპუტატი ამა და ამ გვარის წარმომადგენელი, ესა და ეს დეპუტატი, ან დეპუტატების ნაჩალნიკი პაპუაშვილი, ან პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძე. აი ამ შემთხვევაში ამბობს რა, ამას ტყუის. ტყუილია ძვირფასო ხულოელებო, ძვირფასო მესტიელებო, ძვირფასო რაჭველებო, ამბროლაურელებო, ძვირფასო ლეჩხუმელებო, ძვირფასო ოზურგეთელებო. ამის მნიშვნელობა აქვს რომელ რეგიონს, რომელ ქალაქს დავასახელებ, გორელებო, თელაველებო, ზუგდიდებო, ახალციხელებო, წალკელებო, მცხეთელებო, თბილისელებო და ასე შემდეგ. ტყუილია რაც თქვა ამ ბანდიტმა პაპუაშვილმა და აი ტყუილი არის ამიტომ და თუ ერთ გზააბნეულ ცხვარს მაინც მოაბრუნებ მოქალაქეებზე ამის თქმა ალბათ მაინც არ შეიძლებოდა. მოკლედ რუსული ჰიბრიდული შეტევების ქვეშ მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მეტწილად არიან დაბრეინვოშინგებული, ანუ მათ ტვინებზე მიმდინარეობს შეტევა და ტვინების გამორეცხვის სპეცოპერაცია, თუ ერთს მაინც ჩასჭიდებ ხელს და გამოიყვან, გამოათრევ იმ მორევიდან, რომელშიც ითრევს პაპუაშვილი, იქნება და ღირდეს. მაგრამ დროც არ რჩება მეორე მხრივ განათლების რეფორმაზე ვინ უნდა ილაპარაკოს. საერთაშორისო კონტექსტზე ვინ უნდა ილაპარაკოს. იმაზე ქიმიური იარაღი რომ გამოიყენა ბანდიტმა ივანიშვილმა, ამაზე ვინ უნდა ილაპარაკოს. ამას თუ გამოეკიდე ახლა ყოველ მეორე ირაკლი ზარქუას ან დიმიტრი სამხარაძეს ან თუნდაც შალვა პაპუაშვილს, მართლა რაღაც ნახევარი დღე გჭირდება და დრო და ჯანი და ენერგიაც არ არის ხალხთან. მაგრამ მეორე მხრივ ხანდახან მაინც ისეთ რამეს წარმოთქვამენ ხოლმე, ისეთ აზრს განავითარებენ ხოლმე, რომ უპასუხობაც არ შეიძლება. აი პაპუაშვილი, რომელიც ანტიდასავლელთა შორის ყველაზე ანტიდასავლელია. საერთოდ მე მგონია, რომ ფესბუქს სწორედ მას დაავალა ყველაზე ანტიდასავლური გზავნილების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. რომელიმე კანონის მიღებაზე კი არ ლაპარაკობს ეს პარლამენტის თავმჯდომარეს წოდებული კაცი. რომელიმე ახალ ინიციატივაზე კი არ საუბრობს საქართველოს პარლამენტად წოდებულისა. რომელიმე დეკლარაციაზე კი არ საუბრობს. აი იმ კანონში პირობითად სოფლის მეურნეობის საკითხებში, აი იმ კანონში ჩვენ შევიდანთ იმ ცვლილებებს, ამაზე კი არ გვესაუბრება, გვემსჯელება, ამას კი არ გვაცნობს. არამედ სულ ლაპარაკობს ბრიუსელი ცუდია, ასე შემდეგ და აკი ამიტომაც ვამბობ, რომ FSB-მ მისმა ნაჩალნიკებმა, კურატორებმა ამას დაავალეს და ამას დაივალა. გერმანიაში სწავლა განათლება მიღებულმა კაცმა ეჭვი იმის თაობაზე, რომ გერმანიაშივე დაავერბოვკეს ეს კობახიძის არ იყოს. მე გულახდილად გეტყვით, მაქვს ფაქტი, არა მაქვს, მაგრამ ფიქრი მაქვს, ესეთები დაუვერბოვკებიათ გერმანიაში. მოკლედ პაპუაშვილმა ბანდიტმა, რომელიც სულ ანტიდასავლური მესიჯებით გამოირჩევა ხოლმე, ახლა ანტიუკრაინული და ამავდროულად ანტიდასავლური
მესიჯი გაგვასწროს. სამწუხაროდ უკრაინასთან მიმართებაში, ნატოსთან მიმართებაში ხედავთ პირდაპირ განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ეს ქვეყანა ნატოს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ალბათ ამის ვიდეო ფორმატით ვიდეო კონტენტიც არსებობს, ვიდეო მასალაც. სინამდვილეში ამბობს ბაბუაშვილი. ამ ქმედებებს ვერ ხედავს უკრაინა და უპირველეს ყოვლისა ამას ვუყურებთ უკრაინელი ხალხის მაგალითზე, რომელიც საკუთარი უფლებისათვის რომ იყოს ნატოს წევრი, სისხლს ღვრის 3 წელზე მეტია. სისხლის ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ უკრაინელ ხალხს, როგორც ჩანს სუსტი ციტირებაა და მეტყველებისას ბაბუაშვილი საუკეთესოდ ალაგებს წინადადებებს სიტყვებს მეთქი ტყუილი გამომივა ეს რომ გითხრათ. ბოლო-ბოლო უთხრან, ან კი უთხრან ან არა. რისთვის დაღვარეს ეს სისხლი, ხომ უნდა გაიგონ. უთხრან ან ეს, ან არა. ეს გავს ამ მომენტს, როდესაც არის ჩამოკიდებული სტაფილოსავით. მე არ ვიცი რომელ სტაფილოს შესწვდებოდა ხოლმე ის, რომელსაც უნდა მისწვდეს და ამით მართო საკუთარი მიმართულები მისცე ისე, რომ ვერასოდეს მისწვდება ამ სატყუარას, რომელიც წინ აქვს ჩამოკიდებული. მოკლედ, დაგითხრათ მის ქართულზე, გულახდილად გეტყვით, მაგრამ მის აზრებს კი ახლა გავაკრიტიკებთ თქვენის ნებართვით. ბაბუაშვილი წარმოაჩენს ისე, რომ უკრაინა იბრძვის მხოლოდ და მხოლოდ სისხლს ღვრის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უკრაინელი ხალხი, რომ მას უნდა რომ გახდეს ნატოს წევრი. რაც ტყუილია. მე გაგახსენებთ ისტორიას, ოდნავ შორიდანაც დავიწყებთ, მაგრამ ჯერ ბოლო ისტორიას, აი ბოლო ომის ისტორიას, წინარე ისტორიას გაგახსენებთ. 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთმა შეუთვალა უკრაინას, რომ ის არ უნდა გამხდარიყო ნატოს წევრი, მისი სუვერენული უფლებაც აქვს ყველას, ეგრა მაგის პასუხი არის, სუვერენული უფლება აირჩიოს ნებისმიერი ალიანსი, ნებისმიერი ორგანიზაცია, ნებისმიერი სივრცე, რომელშიც უნდა რომ იყოს. და აგრეთვე შეუთვალა, რომ უნდა მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციაც ამ სამ ძირითად მოთხოვნაზე თუ ამოცანაზეა დაფუძნებული. 24 თებერვლიდან დაწყებული. 22 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული. რას ნიშნავს დენაციფიკაცია? მე პერსონულად ვუწოდებ ამას ბანდერიზაციას, ანუ რუსეთმა თქვა, რომ თქვენი ნაციონალისტები რო არიან ბანდერას რომ ეტრფიანო და უკრაინის დამოუკიდებლობა რომ უნდათო, ეს ადამიანები უნდა მოაშოროთ პოლიტიკიდან და საზოგადოებრივი სივრციდან, დაიჭიროთ კიდეცო, ვინც ის იქნება, ესეც კი იგულისხმებოდა. ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ მართლობაშიო. უკრაინა არ უნდა იყოს ნაციონალური სახელმწიფო, ის ერთიანი ჩვენთან ერთად ერთიანი სივრცის ნაწილი უნდა იყოს, როგორც არის ასე მაგალითად ბელარუსი. თვითმყოფადობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტის მეტი და მეტი ხარისხი, არც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა გქონდეს და საშინაო პოლიტიკაში ზუსტად ისევე უნდა მოქმედებდეთ, როგორც ბელარუსი, ლუკაშენკოს ბელარუსი მოქმედებს. დაახლოებით ისე, ან იმაზე მეტადაც კი, იმაზე უფრო რუსულადაც კი, ვიდრე მოქმედებდა თქვენი პრეზიდენტი იანუკოვიჩიო, რომელიც 2014 წლის თებერვლის თვეში გააგდეთ და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყეთო. თუ ამას არ გააკეთებთო, მაშინ ჩვენ ვიცითო, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო, ჩვენ დავიწყებთ ომს თქვენს წინააღმდეგო. დენაციფიკაცია ასევე გულისხმობდა უკრაინული ენის ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ან ჩამორთმევას, ან მასთან ერთად რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მიცემას, არა მხოლოდ სხვათა შორის რუსულენოვან რეგიონებსა თუ რაიონებში, მთელი უკრაინის მასშტაბით. დემილიტარიზაცია გულისხმობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და საერთოდ გაუქმებასაც კი სხვა ვერსიით და უკრაინის მიერ ღიად განცხადებას იმისა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში პრეტენზიას არ გამოაცხადებდნენ დონეცკისა და ლუხანსკის რუსულენოვან ოლქებზე, მეტწილად რუსულენოვან ოლქებზე, საერთოდაც ამ ორ ოლქთან მიმართებაში რუსეთმა უკვე შემდგომ თქვა, რომ მალევე 2014-2022-შივე თქვა, რომ ეს რეგიონები ყირიმის არ იყოს ჩემიაო, ყირიმთან დაკავშირებით. არ იბრძოლა ნატოსთვის უკრაინამ 2014 წლის მარტში, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ კრიმ, ეს ოფიციალური სლოგანი იყო, возвращается в родную гавань. ეს არა მარტო სლოგანი იყო,
სლოგანი სხვაც იყო კრიმ სივონია კრიმ ზავტრა რიმ დღეს ყირიმი ხვალ რომი ეს პრინციპში კი არა ღია თქვა პრეზიდენტმა პუტინმაც ამ დედასაიმას კრებელმა კაცმა ანუ ყირიმი ჩემიაო ეს იმ პუტინმა თქვა რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ღიად ამბობდა ამის ვიდეო მადასტურებელიც არსებობს ბევრი რომ ჩვენ არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ გვექნება უკრაინასთან იმართებაშიო დიახ პუტინმა რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ამბობდა რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და რომელი ალიანსის არჩევაც უნდა იქ შეუძლია გაწევრიანდესო არჩევიდან ანუ 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2022 წლამდე 2 წელი ხომ 22 წელი ხომ გამოხდა და 22 წელიწადში კი არა მანამდეც რეალურად 14 წელიწადში 2014 წელს სრულად შეცვალა პოლიტიკაც და რიტორიკაც და პოლიტიკაც რატომ? იმიტომ რომ პუტინი ისევე როგორც ყველა რუსი პრაქტიკულად არის იმპერიალისტი სულ რომ დღეს პუტინზე მაშინდელ პუტინზე ბევრად უკეთესი 100,000 ჯერ უკეთესი ვითომ დემოკრატი რომ მოიყვანო რუსეთის სათავეში ისინი ის ვითომ დემოკრატი პირობითი გვარით რა სტრელცოვი ფეხბურთელი იყო ასეთი იტყვის რომ ხო უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელიო მაგრამ 2-3 წელიწადში ან 5-6 წელიწადში უთუოდ შეცვლის პოლიტიკასაც და რიტორიკასაც და პოლიტიკასაც ისინი ყველანი არიან დერჟავისტები რომლებიც რუსეთის მეტად გაფართოებისათვის ზრუნავენ და მეტად გაფართოებისათვის იღწიან პაპუაშვილის ცნება კი არა გვატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მხოლოდ ნატოს გამოღრის სისხლს უკრაინელი ხალხი. ჯერ ერთი უკრაინელი ხალხის სუვერენულ არჩევანში რა უფლება აქვს ამ კაცს ჩარევისა, რა უფლება აქვს საერთოდ ვინმეს, არა მარტო ამ ადამიანს, არამედ თუნდაც ადამიანთა ჯგუფს, საზოგადოებას მიკროს, საზოგადოებას შედარებით ფართოს, მაკროს საზოგადოებას დაწუნებისა, არჩევანის დაწუნებისა რომელიმე ხალხის არჩევანის დაწუნებისა და მითითებისა. რა უფლება გვაქვს ჩვენ ქართველებს რომ მივუთითოთ უკრაინელებს რა უნდა ქნან, არა მარტო უკრაინელებს, არამედ თუნდაც უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ზელენსკის მთავრობა ახლაც ლეგიტიმურია, მაგრამ 22-ში თებერვალში რასაკვირველია ლეგიტიმური იყო. ახლა თუ კიდე ვინმეს პაპუაშვილის მაკაცებს მოსკოვში ეჭვი ეპარებათ მათ ლეგიტიმურობაში ზელენსკის მთავრობისა ვერ მიედავებოდნენ ისინი ვერ ნაკლებად ედავებოდნენ 22 წლის თებერვალში სწორედ ზელენსკის ის გადატრიალების ან რევოლუციის ავტორიც არ ყოფილა რომელიც 2014 წლის თებერვალში სწორედ თებერვალში დასრულდა ნოემბერში დაწყებული. რუსეთმა ჩაიფიქრა უკრაინის დაჩოქება ნებისმიერ შემთხვევაში და იმ შემთხვევაში იმ ჭიქას მოუდო ეს ყური მოაბა დენაციფიკაცია, ნატოში არ უნდა შეხვიდეს, დემილიტარიზაცია და ეს ყველაფერი რომც დაეკმაყოფილებინა უკრაინას, სხვა შემთხვევაში მეორე ყურს მოაბავდა და სხვა აბსურდულ მოთხოვნებს გაუგზავნიდა ოფიციალურ კიევს. საქართველოსთანაც ასე არისო, მოდი ვიყოთ გულახდილები, რა ნატო, რა კატო და რა შმატო. სად იყო 1990-იანი წლების შევარდნაძეათ ან უკვე ხელმძღვანელი წარმოიდგინეთ. ნატო ან ევროკავშირი როდესაც რუსეთმა ჩვენი დასუსტება და ვინ იცის და განადგურებაც კი გადაწყვიტა რევანში აიღო შევარდნაძეზეც კი იმის გამო რომ საქართველოს შევარდნაძის საქართველოსეც კი რომ საქართველოს რამდენიმე წლით ადრე 90-იანი წლების დასაწყისში ძალიან ანტირუსული, ანტირუსეთული ნაბიჯები გადადგა და საერთოდაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გავიდა საბჭოთა კავშირიდან 91 წლის აპრილის 9-ში. რუსეთმა გამსახურდია ხო დასაჯა 91 წლის მიწურულს 92 წლის დასაწყისში გააგდო ქვეყნიდან გადატრიალება მოუწყო და გამსახურდიას ნაცვლად ვინც მოვიდა ედუარდ შევარდნაძე ისიც კი დასაჯა ის შევარდნაძე რომელიც 95-მდე 96-მდე სულაც არ იყო პროდასავლელი ლიდერი საკუთარ თავს უფრო სახელმწიფოს გადამრჩენელად ჯაბაიოსელიანთან და კიტოვანთან მებრძოლად ძალაუფლების გადამრჩენელად მიიჩნევდა და ასე აიდენტიფიცირებდა ედუარდ შევარდნაძე ეს 95-დან 16-დან დაიწყო შევარდნაძე 99-დან უფრო დასავლური წიაღსვლები, დასავლური ნაბიჯები, თორემ მანამდე ის პროდასავლელი ლიდერი 96-მდე 17-მდე სულაც არ ყოფილა. მაგრამ რუსეთმა მის წინააღმდეგაც დაიწყო ლაშქრობები და ეს გამიხსენოთ რომელმა რუსეთმა ჯერ ერთი შეუდარებლად სუსტმა ვიდრე დღევანდელი
რუსეთია პუტინისა და მეორე შეუდარებლად მაინც ბრჭყალებს ჩავსვათ ეს სიტყვა შეუდარებლად დემოკრატიულმა ვიდრე ის არის უკვე დღეს პუტინის მმართველობის დროს, ანუ ელცინი, ასეა მიჩნეული ყოველ შემთხვევაში, შეუდარებლად ადეკვატური და დემოკრატი, ჭყალებში თუ ბრჭყალებოთ ლიდერი იყო. აი ის ნატოც არ იყო, ევროკავშირიც არ იყო, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს დასჯა კი გადაწყვიტა მაშინ და განახორციელა კიდეც რუსეთმა კვლავ ვიმეორებ, ნატო არ არსებობდა. 2014-ში ნატო არსებობდა, განა არა 2008 წელს უკრაინამაც და საქართველომაც მიიღეს დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გახდებოდნენ ალიანსის წევრები, მაგრამ 2010-დან უკრაინის ლიდერი იცით თქვენ რომ იყო იანუკოვიჩი, რომელმაც პრაქტიკულად ღია უარი თქვა ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე მიუხედავად ბუქარესტის სამიტის დეკლარაციისა. რუსეთმა დასაჯა 2014-ში ყირიმი წაართვა უკრაინას რა ნატო და რა კატო მართლა იმის გამო რომ 2013-ში უკრაინა აპირებდა, წარმოიდგინეთ, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ანუ საბოლოო ჯამში წინასწარ ტექსტზე ხელმოწერას და საქართველოს წარმომადგენელმა იმხანად პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა კიდეც, ანუ მოვაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის თანანაწილიც არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. უკრაინას ესეც კი დაუშალეს, ესეც კი უთხრეს, რომ იანუკოვიჩს უთხრეს, რომ ამას არ გააკეთებო და სომხეთის არ იყოს, მასაც აუკრძალეს ამის გაკეთება იანუკოვიჩმა ვერ გაბედა და ამიტომ დაიწყო ღირსების რევოლუცია, რომელიც დაგვირგვინდა 2014 წლის თებერვალში წარმატებით, ხალხის წარმატებით. ოღონდ რუსეთმა ის წარმატება, ღირსების რევოლუცია, გადატრიალებად მონათლა, იანუკოვიჩი გადაატრიალეს და ყველა შემდგომი მმართველი არის უკანონო, სხვათა შორის, როდესაც ყირიმი წაართვეს, იმხანად უკვე ჯერ კიდევ არ იყო მოსული პოროშენკო უკრაინის ლიდერად არჩევნების შემდგომ გაიმართება და ერთგვარად დროებითი მთავრობა მართავდა მაშინდელ 2014 წლის თებერვალ-მარტ-აპრილის უკრაინას ბარემ რო ვიცოდეთ. არ იბრძოლა უკრაინა 14-ში, მაგრამ უკრაინას მაინც წაართვეს ყირიმი. პაპუაშვილი კვლავ ვიმეორებ, ტყუის, როდესაც თქვენ გეუბნებათ, რომ მხოლოდ ნატოსთვის ღვრის სისხლს უკრაინა, თუ ნატო ესეთი პრობლემა იყო რუსეთისათვის და სხვა არაფერი არ არის პრობლემა, მაშინ ჯერ ერთი მოხსნას ეს დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მოთხოვნები, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია აცხობ, ამიტომ ამ და კიდე სხვა მუხლების გამო მიმდინარეობს. მაშინ დავსვათ კითხვა, რატომ აღიარა მან საკუთარ შემადგენლობაში ხერსონი და ზაპოროჟიეს ოლქები, რომლებიც 2014-ში ან 22-ში სულაც არ იყო აღიარებული და ოკუპირებულიც, რატომ განახორციელა მან შეტევები ბუჩის, ირპენისა და პრაქტიკულად რეალურად კიევის მიმართულებითაც, თუ მხოლოდ ყირიმი უნდოდა, მაქსიმუმ დონბასი უნდოდა, ანუ დონეცკი და ლუხანსკი და ოკეი, მაქსიმუმ კიდე ზაპოროჟიე, თუმცა იმხანად ასე არ იყო და კიდევ ხერსონის ოლქები. კიევთან რა უნდოდა? კიევში რატომ აგდებდა ბომბებს 2022 წელს? მაგრამ ამბავიც ის არის და პაპუაშვილმა შესანიშნავად უნდა იცოდეს წესი, თუმცა კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ღმერთმა უწყის ვინ როდის სად და როგორ დაავერბოვკეს, მათ შორის პაპუაშვილი გერმანიაში რომ სწავლობდა, ეს ვერსიის დონეზე მხოლოდ რუსებმა როგორ დაავერბოვკეს, ეგ კი არა, გერმანელები ყავს და აღარ დავასახელებ, ვიზია ეჭვი, რომ ისინი იყვნენ დაავერბოვკებულები და გერმანელ მნიშვნელოვან პერსონებზე. პაპუაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ მარტო ნატოს ამბავი არ არის ეს. თუ ნატოს ამბავია, მაშინ კიდევ ერთი რიტორიკული ერთგვარად კითხვა. ფინეთს რატომ არ დაარტყა რუსეთმა? ფინეთს, რომელიც 23-ში, ფინეთის ხო მოსაზღვრეა, ხო ესაზღვრება რუსეთს, რომელიც 23-ში და 23-24-ში გაწევრიანდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თუ ამბობდა პუტინი, რომ 7 წუთში თუ 10 წუთში მოსკოვამდე აფრინდებიან, უკრაინიდან აფრენილი მოსკოვამდე ჩამოაღწევენ, უკრაინიდან აფრენილი თვითმფრინავები თუ რაკეტებიო, ჰელსინკიდან აფრენილები საერთოდ 3 წუთში იქნებიან ლენინგრადში, პეტერბურგში. იმას რატომ ვერ სჯის, რატომ ვერ ებრძვის? იმიტომ რომ ფინეთიც რასაკვირველია, მაგრამ ფინეთი არ არის სლავური სახელმწიფო.
უკრაინა სლავური სახელმწიფოა და ყველა სლავური სახელმწიფო და არა მხოლოდ სლავურები რასაკვირველია, მაგრამ მაინც მას თავისად მიაჩნია ბელარუსიც, ამიტომ არის მისი დამატებით კიდევ, რომ ის სლავურია, ბელარუსი არის, რუსი, თეთრი რუსეთია, ბელაია რუსი არის. უკრაინა აკრაინაა, ესე ერთი ვერსიით, არ არის ეს ვერსია ალბათ სწორი, მაგრამ ამ მნიშვნელობა უკრაინა არის მისი ნაწილი, მისი თანანაწილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან იმართებაში მისეული ლოგიკა არ აქვს. საქართველო, გრუზია არის ის ქვეყანა, რომელიც რუსებს უყვარდათ, პუშკინს. ამასთან პრავოსლავი, რომელიც რუსებმა გადაარჩინეს, სახელმწიფოებრიობა გადაურჩინეს, მათეულ ლოგიკას გეუბნებით. რაც ტყუილია, რასაკვირველია, არა თუ გადაარჩინეს, არამედ დაანგრიეს ეს სახელმწიფო. მაგრამ ამაზე ხომ არ გაამახვილებენ რუსები ყურადღებას. ყაზახეთთან თავისი სენტიმენტები აქვს და ავისი თურქმენეთთან კიდე თავისი, სომხეთთან თავისი ცხადია და აზერბაიჯანთან თავისი. ბევრი სენტიმენტები აქვს, თავისებური ლოგიკა. მაგრამ ასე რომ მიუშვა რუსეთი და კონკრეტულად პუტინის რუსეთი, Россия не заканчивается нигде. У России нет ограниченных границ. ანუ ყველგან სადაც არის რუსი და სადაც ლაპარაკობენ რუსულად, ეს ტერიტორია ითვლება კულტუროლოგიურად ითვლება, რუსისთვის ითვლება, რუსეთის ნაწილად. ამიტომ ჯავრობ ხოლმე მე ამ თბილისსა თუ არა მხოლოდ თბილისში ამ მომრავლებულ რუსებზე და მათ მიერ შეძენილ ასე მაგალითად უძრავ ქონებაზე და მათ მიერ წარმოებულ ბიზნესზე. იმიტომ კი არა რომ ჩემი მეზობელი, არც ვიცი რა ქვია, რაღაცა არასიმპათიური ადამიანია. შესაძლოა ძალიან სიმპათიურიც არის და რაღაც თავისთვის დაბანჩალობს პირველიდან მე-7 სართულამდე ფეხით, მე-7-ზე ცხოვრობს. მაგრამ მე არ ვიცი ამ ადამიანის აქ ყოფნას როგორ გამოიყენებს საბოლოო ჯამში რუსეთი და დედასაიმასკნებელი პუტინი. მე არ ვიცი რა სიტყვის რომელიღაც ეტაპზე აბოლაზე თუ ტანიაზე თუ რაც ქვია, ხო? რა სიტყვის. და იქნება და თქვას რომელიღაც ეტაპზე რომ ущемляются права русскоязычного населения Грузии. რომელიც რეალურად არც არსებობს ეს რუსკოязычное население, როგორც ავტოქტონი მოქალაქეები. ხო, ესეთი ჩაბოსულებელი ახალ მიგრანტები არიან. მაგრამ უცებ 100,000-ზე რო თქვას, რომ გრუზინი რაღაც ущемляют права ჩაგრავენ ქართველები, ტანიას რომელს ძართ ჩაგრავ თუ ოლას რაც ქვია, ხო? რა ხდება ამ შემთხვევაში? გარდა ამისა კიდევ ჯავრობ ამათზე, ამათ ყოფნაზე, იმიტომ რომ მე არ ვიცი ამ 70 თუ 80,000-დან რამდენი პროცენტია ვითომ ეს ტანიას აიტიშნიკია. ეგრა მაგის პასუხია, მაგრამ კარგი, ჩავთვალოთ რომ მართლა აიტიშნიკია. რამდენია სპეცსამსახურების თანამშრომლები აიტიშნიკებიდან? შეამოწმა კი გომელაურის თუ ლილუაშვილის თუ დინარაძის თუ გელაძის თუ ხანაშვილის ყავდათ ერთი ხანობა თუ და ჭიკაიძეს არ ვაბრალებ ცხადია, მაგრამ მაინც უწყება, უშიშროების უწყება, თავდაცვის კი რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვარმა ის კი აკითხავს ამ ტანიას ვინმე და ეკითხება რომ ჩემ ვიზენი მაინც ის. იხდის კი გადასახადს, დარეგისტრირებულია კი რა, თორე რას ვერჩი. და ესეთი ტანიასზე არც ლაპარაკობთ თუ ოლაზე თუ რაც ქვია, კუნთმაგარი ტიპებიც დადიან ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე, ყველა პატარა თუ დიდ ქუჩაზე და ეს კუნთმაგარი ტიპები პუტინს გამოექცნენ და ანტი-ვორ ტიპები არიან და სლავა უკრაინეს ამბობენო, რომ მითხრას ვინმე პერსონულად მე მაპატიეთ და ვერ დაუჯერებ ამ ვინმეს. მაგრამ პაპუაშვილს უნდა დავუბრუნდე. პაპუაშვილი კვლავ ვიმეორებ ამბობს გეუბნებათ თქვენ ტყუილს, რომ უკრაინა ღრის სისხლს ნატოს გულისთვის. ხვალ რომ უკრაინამ ხვალ რომ თქვას უარი ნატოზე. რუსეთი დაუბრუნებს ტერიტორიებს? კი კითხავ, რიტორიკული კითხვაა ცხადია. პაპუაშვილი რას გვიპასუხებდა უფრო ზუსტი რომ იყო. ახლა უკვე აღარ დაუბრუნებსო იტყვის პაპუაშვილი. ჩვენ რომ თქვათ, ახლა უკვე ჯერ ომი არ განახლებულა და არც უნდა განახლდეს ცხადია. რუსეთსა და საქართველოს შორის. ხვალ რომ თქვათ, აი ნეიტრალურ საქართველოს რომ გავგიჟდეთ ვატო შაქარაშვილი თუ შაქირაშვილს რომ დაუჯეროთ ყველამ ერთად. და ვთქვათ რომ უარს ვამბობთ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. დაგვიბრუნებს კი რუსეთი ტერიტორიებს, რასაკვირველია არ დაგვიბრუნებს, იმიტომ რომ რუსეთს მთელი საქართველო უნდა, ისევე როგორც მთელი ყაზახეთი, მთელი სომხეთი, მთელი თურქმენეთი, მთელი უზბეკეთი და ასე შემდეგ და მთელი უკრაინა უნდა. და არ მარტივად ხსნი, ხო? მთელი უკრაინა ნიშნავს იმას
მთელი ყაზახეთი, მთელი საქართველო, მთელი სომხეთი, მთელი აზერბაიჯანი ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები თუ დამოუკიდებლები მაინც და მაინც უნდა იყვნენ, ანუ თუ უნდა ჰქონდეთ კონტურები, როგორც ასეთი, ან ფერი, დროშა, გერბი, ხო? ჰიმნი. ხო, მათი პოლიტიკა ყველაფერი აბსოლუტურად. საშინაო პოლიტიკაც როგორც ბელარუსი აკეთებს ამას და ახლა უკვე საქართველოც და საგარეო პოლიტიკას უნდა გადათანხმებული იყოს რუსეთთან. ვერც ერთმა ვერ უნდა ჩაირჩიოს ვერც ერთი ალიანსი ან ვერც ერთი ორგანიზაცია გასაწევრიანებლად. ევროკავშირში შეგვიშვებერ კი ნატოს თავი დავარებოთ. აი ვამბობ თუ არს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი, რაც სიგიჟე იქნება რასაკვირველია, მაგრამ მაინც. მაგრამ დავუშვათ, აი ვიღაცებს ხო გგონიათ რომ ეს კარგი იქნება. თქვათ, ევროკავშირში შეგვიშვებენ თუ არა. ახლა თქვენ იტყვით რომ ევროკავშირი ცუდია, ის ხო LGBTQ რაღაც პროპაგანდისტი იშლება ევროკავშირი მასკმა რაღაც. ორ მხრივ ურთიერთობების უფლებას მოგცემენ კი რუსები საფრანგეთთან ასე რომელიც მოქალაქეს არის ბიძინა ივანიშვილი. რასაკვირველი არა, გააღრმავებ ფრანგული ინვესტიციები დაშვებული იქნება. რასაკვირველი არა, რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ აქ იყოს ჭაობი პირდაპირ მნიშვნელობით. მხოლოდ ხელს ითმობდნენ თავად პაპუაშვილების მათ შორის. ლარად მიუღია სადღაც მიწა, ხო? ბევრი ჰექტარი. ой, ამაზე გამახსენდა მას აგვარია ის. კობახიძეს კითხეს რომ თუ მოწები ესია ჩამოყალიბებული კითხვა, შინაარს გადმოგცემთ, რომ აი თქვენი მინისტრები ხო არიანო და თქვენ მინისტრებს რომ რამდენიც ხართო. ამდენი და ამდენი სკოლის ასაკის ბავშვი ხავთო, მათ შორის თქვენც. უწყინარად დასმული, კარგი კითხვაა, კარგად დასმული, მაგრამ ესეთი დიპლომატიური, მაღალი სტანდარტის კითხვა, მაღალი სტანდარტით დასმული კითხვა. და როდის დადგებაო მომენტიო ბატონო ირაკლიო, რომ თქვენი შვილები კერძო სკოლებში კი არ ივლიან, არამედ საჯარო სკოლებში ივლიან. რა უნდა უპასუხოს ამ დროს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ბანდიტმა წესით. ეს დრო დადგება უახლოეს 1 წელიწადში. ხო და თქვას? უნდა თქვას. განათლების რეფორმა როგორც კი წარმატებული იქნება მაშინვე. ან შეუძლია თქვას და ალბათ ესე პასუხი უფრო სწორი იქნება, რომ სექტემბრიდან ოჯახი განვიხილავთ საჯარო სკოლაში ბავშვის გადაყვანის საკითხს. ეხლა იანვარია, დეკემბერია, ხო? აი მომავალი წლიდან მაღალი ალბათობით ეს იქნებოდა იდეალური პასუხი. გამახსენდა მე თავდაცვის მინისტრი ამ ხელისუფლების ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანიამ საკუთარი შვილი ნიკა ალასანია შეიარაღებულ ძალებში გაუშვა მაშინ ალბათ სწორი სიტყვა. მოკლედ შეიარაღებულ ძალებში წავიდა ეს იმხანად ახალგაზრდა კაცია, მაგრამ იმხანად წევანდელი ბიჭი ნიკოლოზ ალასანია წავიდა, როდესაც ირაკლი იყო თავდაცვის მინისტრი. არ შეეძლო ირაკლი ალასანიას რომ სადმე საზღვარგარეთ გაეშვა, როგორღაც თავი აერიდებინა და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითი მისცა, ხო, დანარჩენ საზოგადოებას, რომ ჩემი შვილი ზუსტად ისეთივეა, როგორიც არის თქვენი შვილი. კარგი საქციელი, კარგი ქმედება იყო, მისასალმე, მისაბაძი. კობახიძე რას პასუხობს იცით? აი მას იმ კითხვას, რომელიც ახლა გავიხსენე, სხვა რამეზე იწყებს ლაპარაკს. ჟურნალისტი აჩერებს, უბრალოდ აცდის და მე ისევ ამ კითხვას უბრუნდება, გასაგებიაო, მაგრამ იქნება და ამ კითხვას უპასუხოთ. მეორეჯერაც სხვა, ნახეთ ეს ვიდეო რა. მეორეჯერაც სხვა რამეზე იწყებს საუბარს. მე კიდე სხვა რამეზე იწყებს და მე რაღაც არ ვიცი. მეხუთე მიბრუნებაზე თუ მეხუთე წუთის მე-18 წამზე იწყებს ასე. ნუ იცით ეს რთული საკითხია და ასე შემდეგ. რა რთული საკითხია? მაგალითი გადამდებია და თუ საჯარო სკოლაში არა ბანდიტი ადამიანების შვილები უნდა დადიოდნენ და იღებდნენ იმ განათლებას, რასაც გვთავაზობს ბანდიტი ირაკლი კობახიძე და მისი შაიკა, მისი ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი. ანუ დაბალი ხარისხის განათლებას საჯარო სკოლაში, რომელიც ისედაც არ იყო მაღალი ხარისხისა, იცით თქვენ და ეხლა კიდევ უფრო კლავენ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმით. და თუ ირაკლი კობახიძე ასეთი დარწმუნებულია, რომ მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ მოქალაქეები, მოზარდები, სკოლის მოსწავლეები საჯარო სკოლებში, შვილი საკუთარი გადაიყვანოს და სხვა მინისტრებას და სხვა დეპუტატებს. მაგრამ ამას არ გააკეთებენ. დაუბრუნდეთ ეხლა პაპუაშვილის ტყუილს, რატო გამექცა ეხლა კობახიძე ბანდიტზე
ბანდიტისაკენ სიტყვა და ფიქრი, პაპუაშვილიც და ყობახიძეს და სხვებიც უკონტექსტოდ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე ჩვენ სულ მუდმივად გვთავაზობენ, სულ მუდმივად გვეუბნებიან ტყუილებს. და ადამიანებს აჯერებენ ნაწილს, მაინც აჯერებენ ისეთი კომენტარები. წავიკითხე სამთავრობო არხზე ამ ქარდის ქვეშ, რომ წარმატებები და 41 ვინჩივის პაპუაშვილი ლამის ტალეირანად არის დასახული, რაც ტყუილია. გავსვათ ეს კითხვა. არის თუ არა ის დავერბოვკებული საკავშირო კი არა რუსეთის FSB-ს მიერ. რასაც ის ჩადის ყობახიძეც, ისიც სხვებიც, როგორც ისინი ლაპარაკობენ და რასაც ისინი ლაპარაკობენ, ალბათობა იმისა, რომ თავის დროზე სტუდენტებსაც კი როცა ისინი სტუდენტები იყვნენ გერმანიაში, სტუდენტებსაც კი დაუკავშირდა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სადღაც დაპატიჟეს, სადღაც მოიხელთეს და სადღაც გამოაპუტინეს, ამის ალბათობა არის. მე გამოჩნდა ეს ყველაფერი. ჩვენ ამას ვერ დავაზუსტებთ, მაგრამ ისე საფიქრალად კი ღირს მათზე სერიოზული ტიპები დაუვერბოვკებია სხვათა შორის ისეთ კვალიფიციურ FSB-ს და ესენი ვინ რას მიქვიან, ან ვინ მიგდიან საბოლოო ჯამში. უკრაინა გახდება ნატოს წევრი და უკრაინას ექნება უსაფრთხოების სერიოზული ქოლგა. ძალიან რთული პერიოდია, ვაღიარებ, მაგრამ დავითბინოთ და გადავრჩეთ, რაც თავარია. უკრაინა და ჩვენც უნდა გადავრჩეთ. ამათ უნდა გადაურჩეთ ამ FSB-ს აგენტებს. ნახვამდის.